პროექტ წიგნიერი ლიდერის ფარგლებში კონკურსი მიმდინარეობს. პროექტს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი ახორციელებს. ერთწლიანი პროგრამა განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. ერთი წლის განმავლობაში შეისწავლიან ძველ და ახალ აღთქმას, ასევე მსოფლიო რელიგიების ისტორიას. პროექტის ფარგლებში ტარდება კონკურსი. მოსწავლეებმა უკვე შეისწავლეს ახალი აღთქმა. ამ კურსის დასრულების შემდეგ პროექტის მონაწილეებმა სხვადასხვა თემაზე მოხსენებები წარმოადგინეს. თითოეული სკოლის გუნდი ქულებით შეფასდება. კონკურსის ფინალი გაზაფხულზე გაიმართება. გამარჯვებულები ტაო კლარჯეთის საგზურს მოიპოვებენ. პროექტში 25 სკოლის 150-მდე მოსწავლეა ჩართული. ჩვენ ვასწავლით ძველ აღთქმას, ახალ აღთქმას, კატეხიზმოს და მსოფლიო რელიგიების ისტორიას და დავასრულეთ ახალი აღთქმის სწავლება და იმართება საკონკურსო პრეზენტაციები ახალ აღთქმაში. მოსწავლეები, რომლებიც სხვადასხვა სკოლებიდან არიან წარმოდგენილი გუნდებად, რომელთაც ახალგაზრდა ლიდერთა კლუბები აქვთ შექმნილი სკოლებში, ეს გუნდები წარმოადგენენ დღეს პრეზენტაციებს ახალი აღთქმის სხვადასხვა საკითხებზე. ჩვენ გავიარეთ ახალი აღთქმის დიდი ნაწილი, მაგრამ მათ უნდა აირჩიონ ერთი კონკრეტული ვიწრო თემა და იმ თემაზე უნდა მოამზადონ პრეზენტაცია. დღევანდელი ჩვენი პრეზენტაცია არის შეფასებადი, ეს არის ქულების დაგროვების შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც მათ უნდა მოიპოვონ რაც შეიძლება მაღალი ქულები. ქულების შეკრების პრინციპის მიხედვით ჩვენ შევძლებთ გავიგოთ ვინ გადავიდა პირდაპირ ფინალში, ვინ ითამაშებს ნახევარფინალურ ეტაპზე და ამითი გამოვლინდებიან გამარჯვებულები. ასე რომ ეს კვირა სწორედ დაეთმობა პრეზენტაციების კონკურსს მხოლოდ ახალ აღთქმაში. თუმცა წინ გვაქვს კატეხიზმო და მისი საკონკურსო პრეზენტაციები და ასევე მსოფლიო რელიგიები და მისი საკონკურსო პრეზენტაციები. რა თქმა უნდა, ყველა პრეზენტაცია თავისებურად მნიშვნელოვანი იყო და რაღაც განხრით სხვადასხვა ცოდნა მოგცა, რაც აქამდე არ ვიცოდით. ამ პრეზენტაციაზე ერთი კვირა მუშაობდით, მთელი რა დროც გქონდა რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენეთ. მაქსიმალურ ჩადებას და გაკეთებას ვცდილობთ მთელი გუნდი. მივიდეთ ჩემმა გუნდმა წარმოვადგინეთ პრეზენტაცია, სადაც შევეხეთ ახალი აღთქმის თემებს. ამ ერთი კვირის განმავლობაში მთელს თავისუფალ დროს ვურთმობდით ამ პროექტს, რომ ყველაფერი კარგად გამოსულიყო და იმედი გვაქვს, რომ ნახევარფინალშიც გადავალთ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ პროექტის სახელწოდებით წიგნიერი ლიდერი ყოველ წელს ხორციელდება.